ერთხელ განჩემპიონებას ნიჭი უნდა. წაგებას და მერე ჩემპიონობის დაბრუნებას კი ხასიათი. პირველი მოტო 15 წელს ასაკში მიყიდეს. 17 წლის უკვე საქართველოს ჩემპიონი ვიყავ. შემდეგ 8 წელი საქართველოს ჩემპიონად დარჩი. მერე 3 წავაგე და ჩემპიონობას დაგვარგე. ეხა ისეთი სულების დროა, რომელთაც პირველობას დავებრუნებ. ჯერ უნდა გაიგო, აქ როგორ აღმოჩნდი. საწვავის საზრდო და ზიანა მაგის ბრალია? პანიკური შეტევების. მიზეზებს რა დამის. მაგრამ მე ხო ვიცი ნამდვილი მიზეზი. სხვას უფრო უნდოდა. 8 წელი რომ არ აგებ გონია რომ მუდმივად ძლიერი იქნება. ფიქრობ რომ მონაწილეობა საკმარისია მოსაგებად. მაგრამ ამ სპორტში ისიგებს ვისაც საუკეთესო გამძლეობა აქვს. ფიზიკური და მენტალური. როგორც აღმოჩნდა მე ორივეზე სამუშაო მქონდა. აღიარების მერე შემდეგი სვლა შრომა, ყოველდღიური და უღალავი შრომა, ფიზიკურად მოძლიერება, მენტალურად გაუტეხობა და ტექნიკურად სრულყოფილება. ახალი სვლა, ახალი სეზონი, გამარჯვების ისეთივე წყურვილი, როგორც 15 წლის ასაკში. ამჯერად უფრო ძლიერი, უფრო გამძლე. საქართველოს ყოფილი ჩემპიონი და ვინ იცის, იქნებ საქართველოს მომავალი ჩემპიონიც.